COVID-ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 3000, ხოლო იმერეთში 500 გადააჭარბა. რა შედეგი მოჰყვა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 1941 საჩივრის განხილვას? რა შედეგები მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა? ნამოხვანხესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობამ ხიდი ჯაჭვით ჩაკეტა. ქართული ოცნების კანდიდატები მეორე ტურისთვის ემზადებიან. წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა. რა პროტოკოლებით მუშაობენ ოჯახის ექიმები, როგორ ხდება ონლაინ რეჟიმში COVID ინფიცირებულთა მკურნალობა? მთავარი შეკითხვებს ოჯახის ექიმი, პედიატრი ლალი კუხიანიძე პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯამრთელდა 2358 პირი. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი. მათ შორის იმერეთში 7, ინფიცირების ახალი 517 შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში. მკურნალობას კი ჩვენს რეგიონში 963 ადამიანი გადის. ამათგან მძიმეა 159 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მათგან 33. COVID სასტუმროშია 284 ადამიანი, საკარანტინო სივრცეში კი იმერეთში 29 ადამიანი იმყოფება. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 1941 საჩივრით დასრულდა 2020 წლის არჩევნების პირველი ტური საქართველოში. ნეგატივი დაინტერესდა რაოდენობის საფუძვლად სხვადასხვა უბანზე საჩივრების დაწერას და რა შედეგი მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. 1-1-17 2 ნაკლებობა ერთით კიდე დასაშვებია და მაგრამ 40-30 და ასე შემდეგ ეს უკვე საინტერესო და სამართლიანი არჩევნების იმერეთის რეგიონული ხელმძღვანელი თეონა გოგიშვილი მათ მიერ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც მათი მხრიდან შედგენილი საჩივრების საფუძველი გახდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 8 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შეიტანა საჩივარი. აქედან 6 უბნის შემაჯამებელ პროპორციულ ოქმებში ბალანსი არ დგებოდა. მაგალითად 56 უბანზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში ხელმოწერების ჯამს მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტინების ოდენობა 44 დაჯარბებს. ამასთან უნდა გამოვყოთ ბათილი ბიულეტინების ოდენობაც, რაც უბანზე 63 უდრის. სამართლიანი არჩევნები უბნების ხელახალ გახსნას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საოლქოში ამის მიზეზად საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ დაწერა დასახელდა, რასაც სამართლიან არჩევნებში უარყოფენ. ყველა საჩივარი, რომელიც ჩვენი წარმომადგენლის მიერ იწერება საოლქო საარჩევნო კომისიებში, მათ აქვთ ოფიციალური მინდობილობები და ის არგუმენტი, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა და დაგვისვა ამ საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ, იყო სრულიად უსაფუძო. ორგანიზაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ. ამჯერად ორგანიზაცია საოლქოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. ვიტყვი, რომ ჩვენი სარჩელი არ შეეხებოდა უბნების გადათვლას ამ შემთხვევაში, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომ რატომ დატოვა საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს ჩვენი საჩივრები განუხილველი, როდესაც ნამდვილად უფლებამოსილი პირის მიერ იყო ისინი დაწერილი. წუხვართ, რომ პროცესები ასე განვითარდა, ნამდვილად არ ველოდით და ქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ინსტანციაში მაინც მივაღწევდით ჩვენს სამართალს. საჩივრებს რაც შეეხება რომელიც წარმოშობილად დარჩა, იმაჩნია რომ ეს შედეგები არ არის ის რეალური სურათი, რაც უნდა ისწავლო ჩემი ხელმოწერა ოქროთი არ იქნება და საკუთარო მოსწორება.
მიუხედავად სამართლებრივი თუ ქუჩის პროტესტისა, ქუთაისის ნომერ 59 საოლქო საარჩევნო კომისია პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გააფორმა. განსხვავებული აზრი პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა დააფიქსირა, ხოლო პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერა და სხდომა დატოვა კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პაატა ღაჯავამ. პარტიამ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით 5 საჩივარი დაწერა, თუმცა მათაც იგივე ბედი ეწია, რაც სამართლიანი არჩევნებისას. ისინი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეაგირების გარეშე დატოვა. მაგალითად, ერთ-ერთ ნომერ 67 საარჩევნო უბანზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში 11-ით მეტობა დაფიქსირდა. ხელმოწერების ჯამი 547, 11-ით მეტია მთლიანად კანდიდატების მიერ მიღებული და ბათილი ბიულეტინების ჯამზე. აი ძირითადად იმდენად ესეთი სიტუაცია იყო საარჩევნობაზე, აი ამ გეწოდებული კარუსელების იმის შედეგად ალბათ ჩაყრებიც მოხდა აი ბიულეტინების გადამვალვა და აერიათ ეს პროცესი და უკვე არ დათვალენ და დააბალანსენ ბიულეტინები, იმიტომ შესწორების ოქმები დაიწერა შემაჯამებელ ოქმებზე თავმჯდომარის ტიმის მოხსე ასენა განმარტების საფუძველზე, რომ გამასენ და იქ ამის მაგურად მოწერებული იყო ეს და ამის საფუძველზე გადაასწორენ მონაცემები და ბალანსები თლათ აერიათ კიდევ ეს ოქმები კატასტროფა იყო წინარჩევნოს ასეთი დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში არ იყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუთაისის ნომერ 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 77 საჩივარი შევიდა. აქედან ოქმა მთლიანად მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი 1941 საჩივარი შევიდა, რომელთა უმრავლესობაც განუხილველი დარჩა. თეონა გოგიშვილი საკითხს გაუგებრად და მიუღებლად მიიჩნევს. ამდენ წინააღმდეგობას ეს ჩვენს მიერ სრულიად საფუძვლიანად დაწერილი საჩივრები არ უნდა აწყვდომოდა. ძალიან მარტივი იყო. ნამდვილად აღარ გააჩენდა კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას თუნდაც საოლქოების მუშაობაზე, როდესაც ჩვენს მიერ აღმოჩენილი ხარვეზების, გადაცდომების შემთხვევაში და დაწერილი საჩივრებზე ყოფილიყო დაუყოვნებლივ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ბოლომდე გვქონდა მოლოდინი, რომ მეორე დღეს საოლქო მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომ მოხდებოდა ამ უბნების გადათვლა და მივესალმებოდით თუ კი ანალოგიური შედეგი დადგებოდა, მაგალითად რაც დადგა 102-ზე, მაგრამ როდესაც ასე არასწორად წარიმართა პროცესები, ნამდვილად მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა და მეტად უიმედოდ უყურებთ უკვე ამ პროცესებს. ნამოხვან ხესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობამ რკინის ჯაჭვით ხიდი გადაკეტა. გზის გადაკეტვით აქციის მონაწილეები კომპანია ენკას მუშაობისთვის ხელის შეშლას ეცადნენ, თუმცა პოლიცია მათ გზა მალევე გაახსნევინა. შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ტექნიკას არ გაიყვანს, ისევ გადაკეტავენ საავტომობილო გზას. 19 დღეა სოფელ ნამოხვანში მოსახლეობის უწყვეტი აქცია მიმდინარეობს და ხესის მშენებლობის ადგილზე მოქალაქეები მორიგეობენ. რეგიონის მოსახლეობა ხესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობენ, რომ აღნიშნული ხესის აშენების შემთხვევაში 1000 ჰექტარი ფართობი წყლით დაიფარება, ავარიის შემთხვევაში კი 18 მუნიციპალიტეტი დაიფარება წყლით. კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან. მეგობრებო, ესეთი შეთანხმება გვაქვს ხა ჩვენ. ხვალ დილას აქედან გაიყვანენ ტექნიკას და ჩვენ გავუხსნით ხა ამათ ჯაჭვს, ხვალ დილა გაიყვანენ აქედან ტექნიკას და აღარ გავაბამთ აქ იმ პირობით პოლიციასთან შეთანხმებით თუ ზეგიდან, ანუ ხვალზე არ დაიწყება იმ ძირითადი დადგმული, აი მაგალითად ბეტონ შემრევს ხედავთ ხა ხო, რასაც უბრალოდ ფიზიკურად დილას ვერ გაიტანენ, ანუ დაშლას რა დროს სჭირდება, იქ არის ვაგონები ასევე. ანუ თუ ამ ყველაფრის აწმენ და არ დაიწყება ხვალიდან, ანუ არ დაიწყებენ ამ პროცესს, ჩვენ ისევ გავაბამთ ამ ჯაჭვს აქ და ისევ გავაბამთ ამ ჯაჭვს აქ და უკვე პოლიციამ პირობა დადო ჩვენთან, რომ წინააღმდეგობას არავინ აღარ გაგვიწევს ამაში.
ქართული ოცნების კანდიდატები მეორე ტურისთვის ემზადებიან და მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად მრავალშვილიან დედებს შეხვდნენ. შეხვედრას ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი ესწრებოდნენ. საარჩევნო ფორმატიდან გამომდინარე, კანდიდატები საზოგადოებას საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე და იმ სოციალურ პრობლემებსა და პროგრამებზე ესაუბრებიან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის. საუბარი ასევე შეეხო დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, პროტესტის არასწორად ფორმირებასა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის. დღეს შევხვდით ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. ძალიან მიხარია ის, რომ 580 ოჯახია ქუთაისში, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მატარებელი. იყო ძალიან საინტერესო საუბარი, იყო საუბარი გამოწვევებზე, იყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს აქვს, ასევე განვიხილეთ თვითმმართველობის მომავალი გეგმები მრავალშვილიან ოჯახებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევეცდებით და ჩემი გუნდთან ერთად, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტი შეღავათი მივცეთ მათ და შევუქმნათ ღირსეული პირობები ჩვენ ქალაქში თანაცხოვრების. დღეს ჰქონდა რამოდენიმე შეხვედრა ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის იყო ქუთაისში ცხოვრებ მრავალშვილიან დედებთან და მამებთან. ჩვენთვის ეს შეხვედრა თითქმის ყოველთვიურ, ყოველწლიურ ხასიათს იღებს და თითოეულ ჩვენთანგან, ჩვენი გუნდის წევრს ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს, მაგრამ ეხლა ჩავთვალეთ აუცილებლად და საჭიროდ მომავალი წლის ბიუჯეტს განხილვასთან, პარლამენტის მომავალი წლის საბიუჯეტო განხილვასთან სახელმწიფოში, რომ მოვისპიროთ მრავალშვილიანი დედების მოსაზრებები თუ რა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა. წყალტუბოში პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა. წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს სიდას ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვება სტუმართან ერთად განვაგრძობთ, რა პროტოკოლებით მუშაობენ ოჯახის ექიმები და როგორ ხდება ონლაინ რეჟიმში ინფიცირებულთა მკურნალობა. მთავარი შეკითხვებს ოჯახის ექიმი, პედიატრი ლალი კუხიანიძე პასუხობს. მოგესალმებით, ქალბატონო ლალი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზავნით სტუდიაში და მონახეთ დრო. ქალბატონო ლალი, ყველასთვის აქტუალური შეკითხვა. რა პროტოკოლებით და როგორ ახერხებენ და როგორ ხდება ოჯახის ექიმების მიერ დახმარების გაწევა COVID დადასტურებული იმ პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობას გადიან სახლში. როდის ერთვება ოჯახის ექიმი? აი ეს სქემა თუ შეიძლება? ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც 112 სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე მორიგე ოჯახის ექიმს აძლევს პაციენტის საკონტაქტოს და პირად ინფორმაციას, ასე რომ ვთქვათ, ოპერატორი 112-ის და ამის შემდეგ იწყება უკვე პაციენტთან კონტაქტი. სამწუხაროდ გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი უკვე დადასტურებული შემთხვევა გაქვს და გარდა ამისა არის არაკოვიდ დადასტურებული პაციენტები, რომლებთაც სიმპტომები აქვს და ისინიც უკავშირდებიან 112-ს და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მათთანაც გვიწევს ონლაინ კონსულტაცია. ხშირად გაჭირვების დღეში ვართ ექიმები, იმიტომ რომ ბევრი აზარი და მათთან ყველასთან ესეთი ხანგრძლივი კონტაქტი გვიჭირს. ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე პერიოდში ავკრიბოთ ანამნეზი, მივცეთ საჭირო რჩევები, ოღონდ პროტოკოლის მიხედვით შემდგომი კონტაქტი და მეთვალყურეობა გრძელდება უსიმპტომო პაციენტებთან 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად სატელეფონო კონტაქტით. მცირე სიმპტომების მქონე ბინაზე იზოლაციაში მყოფ პაციენტებთან 14 დღის განმავლობაში და თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, რა თქმა უნდა, ვტოვებთ შეტყობინებას 112-ში და ვუკეთებთ რეფერალს შესაბამისად, თქვათ, სტაციონარში. თუმცა, დღევანდელი სიტუაციიდან ესეც ცოტა არ იყოს და პრობლემები გვაქვს.
მოსახლეობა ძალიან წუხს და გამოთქვამენ სოციალურ ქსელშიც კი პროტესტს იმის თაობაზე, ყველას ესმის რომ პანდემია და გადატვირთულია ხაზები, მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელია 112-ზე ზარის განხორციელება. სამწუხაროდ ის ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ამას, ვისაც სასწრაფო გადაუდებელი სამსახური არა კოვიდის გამო ჭირდება. თანხმებით, იმიტომ რომ ჩვენს ოჯახის ექიმებსაც, რომლებიც მართავთ პაციენტებს ონლაინ რეჟიმში, გვჭირდება ხოლმე კონტაქტი 112-თან იმ შემთხვევაში, როდესაც გვესაჭიროება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ან თქვათ რაიმე მიმართვა რეფერალი სპეციალიზებულ კლინიკებში და ასე შემდეგ, ხო? ჩვენს გვიჭირს ხანდახან საათობით ზივართ, ვრეკავთ, რომ რაღაცნაირად მოხვდეთ ოპერატორთან და დავაფიქსიროთ ეს საჭიროება, რაც აქვს პაციენტს. მე ჩემი სუბიექტური აზრი და ალბათ ექიმების უმეტესობის აზრი ის არის, რომ გამომდინარე დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გვესმის, რომ 112-შიც ადამიანები მუშაობენ ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ შეიძლება ალბათ მობილიზაცია გაკეთდეს, რომ კიდევ უფრო მეტი ოპერატორი ემსახურებოდეს დღევანდელ სიტუაციაში, ვთქვათ და უფრო მარტივი იყოს კომუნიკაცია, ან იყოს რაღაცა შიდა ქსელი, რომელიც ვთქვათ ექიმებს მაინც მოგცემს საშუალებას წვდომას 112-თან რიგის გარეშე, როდესაც ეს საჭიროება ექიმის მიერ გაწერილ პაციენტს, რომელსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება აი ამ სიტუაციაში. ხალხური დამოუკიდებლად თუ ხდება პაციენტი, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები, რომელიც ახასიათებს COVID-19-ს, აი ესეთი პაციენტი თუ არის უფლებამოსილი და თუ შეუძლიათ რომ დაარეკონ ოჯახის ექიმებთან და 112-ის გარეშე მოახდინოთ თქვენ თუ თქვათ ეს პაციენტი არის შენი პაციენტი წლების განმავლობაში მოყვება, მაღრიცხვაზეა იცნობ და ასე შემდეგ, ხშირად არის ხოლმე როდესაც თქვათ მოგმართავს, იმიტომ რომ წლებია ურთიერთობა გაქვს და იცნობ მის დაავადებებს, იცნობ მის ორგანიზმს, თქვათ იცი როგორი სტატუსი აქვს იმუნური და ასე შემდეგ და არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც, როდესაც არაგეგმიურად თქვათ მოგმართავენ პაციენტები, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ხშირად არის პაციენტების წყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ არ უკავშირდებიან ექიმები თავის დროზე. აი მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ კი არა ვერ გიკავშირდებით თავის დროზე, იმიტომ რომ გვაქვს ქსელური შეფერხება, როდესაც თქვათ არის პაციენტი აიღებს ტესტს და პასუხი აგვიანებს 4 დღე, ამ პაციენტს 4 დღის შემდეგ პასუხი რომ მივა, ჯერ 144 უკავშირდება და აცნობს, რომ არის COVID დადასტურებული პაციენტი. შემდეგ ეს ხდება 112-ის სატელეფონო ქსელის სისტემაში ოპერატორებთან და ნაწილდება ოჯახის ექიმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში საკმაოდ ბევრი ბრიგადა მუშაობს, მაგალითად მე სადაც მუშაობ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, ორი ბრიგადა მუშაობს ყოველდღიურად და ანუ ორი ოპერატორი და საკმაოდ ესეთი უშუალო კომუნიკაცია გვაქვს და ვცდილობთ რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეთ პაციენტებს. მიუხედავად ამისა, მაინც აქვს შეფერხებები, რომ ერთ გამოძახებაზე მე მქონდა შემთხვევა, როდესაც 50 პაციენტი მოხვდა ერთი დღის მანძილზე და წარმოიდგინეთ 50 პაციენტთან ვერ დარეკავთ 15 და 20 წუთში, ხო, უნდა მოახერხო ის, რომ აკრიბო ანამნეზი ერთ პაციენტთან ხანდახან არის რომ გჭირდება 20-25 წუთი საასაუბრო დრო, რომ სრულად შეაფასო მისი სტატუსი და ზოგჯერ არის რომ 10-15 აი რამდენად ადგილია ესე ონლაინ რეჟიმში პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა, მისთვის მკურნალობის დანიშვნა. ჩვენ ანუ ვაკეთებთ იმას, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ სწრაფად დავკრიბოთ ანამნეზი ყოველდღიური კონტაქტით. ვცდილობთ რომ შეიცვალა თუ არა რაიმე. ზოგჯერ არის რომ პაციენტები 4-5 დღე მოყვება უსიმპტომოდ და მე-6 დღეს სამწუხაროდ ამ ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე ისე უცებ მძიმდება და ესაჭიროება. აი რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება? აუცილებელი არის თერმომეტრის კონტროლი, ანუ ტემპერატურის კონტროლი ყოველდღიურად, ოღონდ მინდა ვთხოვო პაციენტებს, რომ ეს არ უნდა იყოს პანიკაში ჩავაგნილი პაციენტის ქმედება ყოველ 1 საათში და 2 საათში. არა, სტაბილურად დღის მონაკვეთში ვთქვათ 3-ჯერ მაინც მინიმუმ აუცილებლად უნდა როდიდან უნდა დაიწყოს პაციენტმა შფოთვა, ტემპერატურა რამდენი უნდა იყოს? როდესაც ტემპერატურა არ ექვემდებარება დამწევს. შეიძლება ეს იყოს 38.5, შეიძლება იყოს 39, მაგრამ როდესაც ადეკვატურად მივიღებთ შესაბამის დოზას, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პაციენტები ხშირად არის რომ მოგმართავს პაციენტი, გეუბნება რომ დავლიე სიცხის დამწევი, მივიღე მედიკამენტი და აღმოჩნდება რომ ბავშვის დოზა აქვს დალეული, ან თქვათ იცით ზოგადად ქართველების კონსტიტუცია რომ
ცოტა დიდები ვართ და შესაბამისად იქ არაადეკვატურ დოზებზეა ლაპარაკი, ხო? ამიტომ არ მოდის ის ტემპერატურა, როდესაც მე ჩვენ უნიშნავთ ადეკვატურ დოზას, შესაბამისად ის ტემპერატურა უკვე კონტროლს ექვემდებარება. აი, როდესაც ტემპერატურა კონტროლს არ ექვემდებარება, რჩება ხანძრული დროის განმავლობაში თუნდაც უფიბრილიტეტი 37.5 და 38.5-მდე უпростоრად, მაგრამ არის 5-6 დღე და ეს ტემპერატურა არ იცვლება. უკვე გჭირდება ექიმის დამატებითი, თქვათ რაღაცა გამოკითხვა, რომ ბაქტერიული ინფექცია ხوار მიერია და ხوار ვირუს დასუსტებული ვირუსთან ნაბრძოლი ორგანიზმი ახალი მეორადი ინფექციის კერა ხომ არ გაჩნდა. ამიტომ აი ეს მონიტორინგი აუცილებელია, რომ ყოველდღიური იყოს ესეთ COVID დადასტურებულ პაციენტებთან, იმიტომ რომ შეიძლება უცებ შეიცვალოს სამწუხაროდ ეს მონაცემები. რაც შეეხება სხვა სიმპტომებს, ხველა, სისუსტე, არის გამოხატული კუნთების, ზურგის, ძვლების ტკივილი, არის საერთო სისუსტე და ადინამია, რომელსაც ყველანაირად უნდა ებრძოლოს პაციენტი, რომ აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ ტკივა უნდა იმოძრავოს. არ შეიძლება, რაც უფრო მოდუნდება ეს კუნთები, უფრო მეტად მტკივნეულია და უფრო პრობლემური არის. არის ყელში ჩაფხაჭნის გრძნობა, არის იცით ბადაღებული თემა გემოსა და ყნასვის დაკარგვა, ხო? არის თავის ტკივილი ზოგჯერ გაუსაძლისიც, თუმცა მედიკამენტები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ ხოლმე არაადეკვატურ პოსტებს, არ ვიცი ხა მე მგონი რომ სამედიცინო სფეროს მუშაკები ამ პოსტებს არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებიან, როდესაც ლაპარაკია არ მიიღოთ კოვიდის დროს გამაყუჩებლები, არ მიიღოთ თქვათ, იქ ლაპარაკია მედიცინის მუშაკები, როდესაც წერენ რომ არ მიიღოთ თვითნებურად, თორე ადეკვატური დოზებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას ვეწევით ესეთ პაციენტებთან ონლაინ რეჟიმში. ანუ ვაძლევთ ტკივილ გამაყუჩებელს იმ შემთხვევაში თუ კი არის გაუსაძლისი ტკივილი, ვაძლევთ ხველის შემამსუბუქებელ საშუალებებს და არავითარ შემთხვევაში არც ხველის დასათრგუნს, არც ნახველის ჩასაყენებელს და ყმადაღებულია ხა ოჯახის ექიმები დამეთანხმებიან, ჩვენ ვიკრიბებით, ვაანალიზებთ ხოლმე ესეთ პაციენტებს, ხშირად გვაქვს კონსილიუმები ერთმანეთთან, რომ ადეკვატურად მართოთ პაციენტები და განვიხილავთ რაღაც საეჭვო შემთხვევებს, თქვათ, ან ესეთ სიტუაციებს, რომელიც თქვათ ჭობის საგანი შეიძლება გახდეს, ხო, ბევრნაირი პაციენტი ყავს სამწუხაროდ, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია გვაკავშირებს. ყმადაღებული თემა არის ხოლმე, რომ ნიშნავენ ნახველის გამათხელებლებს, თვითნებურად იღებენ ანტიბიოტიკებს, სისხლის გამათხელებლებს, რომლებიც აი ძალიან თხელ მოსახლეობას კატეგორიულად არ შეიძლება ბინაზე მიიღოთ არანაირი ასპირინები, არანაირი თქვათ ნახველის გამათხელებელი. თუ ამას ექიმი არ და რა თქმა უნდა, ექიმი არ თulis რომ ეს გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას. პირიქით, არასწორად მიღებული მედიკამენტი ხელს უშლის გამოჯანმრთელების პროცესს, გიხანგრძლივებთ ვირუსის გამრავლების და აყვავების გაფურჩქმნის პერიოდს, ესე რომ ვთქვათ, და უფრო მეტად პრობლემები გექნება. კიდევ ერთი სიმპტომი, ფაღარათი. კი, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად მოითხოვს ადეკვატურ მართვას, როგორც პაციენტისგან, ასევე ექიმისგან, იმიტომ რომ ფაღარათის შემთხვევაში ძალიან ხშირად ჩნდება, ეს არის ერთჯერადად გამოხატული ფაღარათი თუ გარკვეული პერიოდის მანძილზე სამწუხაროდ არის ხოლმე რომ არის ერთჯერადი, მხოლოდ მაგრამ არის გახანგრძლივებული მიმდინარეობისაც, განსაკუთრებით თუ ამას თან ერთვის უნებართოდ მიღებული ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც დისბაქტერიოზის პრობლემებს ისედაც ამწვავებს. ამიტომ ფაღარათის შემთხვევაში ყველას ურჩევთ, რომ დიდი რაოდენობით სითხეები უნდა მიიღოს, მინერალებით გაჯერებული აუცილებლად, რომელიც შეუნარჩუნებს ადეკვატურ სტატუსს მინერალიზაციის და სითხის ბალანსისას ორგანიზმს. განსხვავებით, სითხის მიღება ისედაც ამ ვირუსის დროს იცით, რომ აუცილებელია დიდი რაოდენობით 2-3 ლიტრა, რა თქმა უნდა, გამოყოფილი შარდის კონტროლით, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, როდესაც თქვათ, შეიძლება თირკმელი ზედმეტადაც დავტვირთოთ არაადეკვატურად მიღებული სითხით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფაღარათის დროს უფრო მეტად არის მინერალებით გაჯერებული სითხე მოწოდებული. როდის ხდება ქალბატონოვალი ესეთ ბინაზე ნამართი პაციენტების და როგორ ხდება მათი გადამოწმება, ან არიან თუ არა COVID დადასტურებულები, ან მკურნალობის მერე როგორ უნდა დაიტესტონ, იმიტომ რომ მოქალაქეები გამოთქვამენ საყოდურს, რომ ვერ ახერხებენ ვერც სიმპტომების დასაწყისში ტესტის გაკეთებას და ვერც ამ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ხელმეორედ ტესტირებას
ტესტირების პროცესი ზოგადად ცოტა პრობლემური არის. დღევანდელი ჯანმოს რეკომენდაციებით და ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით каранტინის შემდგომ დადასტურებული COVID პაციენტები აღარ საჭიროებენ განმეორებით ტესტირებას. ანუ მათთვის იზოლაციის ვადები, წეღანაც გითხარით, სხვადასხვანაირად აითვლება. ანუ დადასტურებული COVID პაციენტისთვის ტესტის პასუხიდან 10 დღის შემდეგ იზოლაციის ვადა იწურება, მას არ ჭირდება თუ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები ქონდა, არ ჭირდება განმეორებით არანაირი ვთქვათ ტესტირება და ის აგრძელებს ჩვეულებრივ საზოგადოებას უბრუნდება პასუხის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ჩვეულებრივად აგრძელებს საზოგადოებას. ანუ 10 დღის შემდეგ ეს ადამიანები სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ არიან გადამდებები და ამიტომ ტესტირება აღარ ხდება დადასტურებულ COVID პაციენტებს. თქვენ თვლობთ სულ ინფორმაციას იმის თაობაზე, სად შეიძლება ქუთაისში გაკეთდეს COVID ინფიცირებულ პაციენტებზე, ან ვისაც ეჭვი აქვს, რომ აქვს COVID ინფექცია, ამ ადამიანებს სად შეუძლიათ გაიკეთონ ტესტირება? ტესტირება PCR ტესტები თქვენ იცით რომ ცხელების ცენტრებს აქვს პოლიკლინიკებსაც ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ჩვენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ლაპარაკი არის ნაზარიშვილის კლინიკაზე ამბულატორიულ პაციენტებთან და ლაპარაკი არის მეოთხე პოლიკლინიკაზე ნიკიაზე ხო აი რა სიმპტომებით უნდა მივიდნენ იქ პაციენტები მაგალითად ერთ-ერთი ასეთ შემთხვევა ვიცით რომ მოთხოვეს აუცილებლად უნდა ქონოდა 38.5 სიცხე ტემპერატურა უნდა ფიქსირდებოდეს მიმართვის მომენტში ესეთია პროტოკოლი დღევანდელი ჯანდაცვის ითხოვს რომ აუცილებლად უნდა იყოს ტემპერატურა დაფიქსირებული მიმართვის მომენტში რომ ტესტი გაკეთდეს ანუ სხვა სიმპტომები კიდევაც რომ მქონდეს პაციენტს თუ ტემპერატურა არ აქვს რესპირაციული სიმპტომებითაც ტესტავთ მაგრამ იქედან გამომდინარე რომ დღეს ძალიან ბევრია უბრალოდ მომართლანება და ვერ ავდივართ ესეთი მცირე კაზუსი გაქვს ასე რომ ვთქვათ რომ მხოლოდ ტემპერატურიან პაციენტებს. კიდევ ერთი შეკითხვა. ამ წისხეულებზე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ქუთაისშიც ანალიზი, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებსაც არანაირი ჩივილი არ ქონიათ, ან აინტერესებთ აქვს თუ არა გადატანილი COVID ინფექცია. მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს ევროპული ლაბორატორია, ანუ წყალტუბოს იმუნოლოგიური ინსტიტუტის ფილიალი ქუთაისში აკეთებს COVID-ის ანტისხეულებს M ფორმასაც და G ფორმასაც, ანუ მწვავე და ქრონიკულსაც. რამდენადაც ვთქვათ, ამითი შესაძლებელია უბრალოდ პაციენტი, რომელსაც PCR ტესტი არ გაკეთებია და ეჭვი აქვს, რომ გადაიტანა ეს ინფექცია, მიბრძანდეს ამ დაწესებულებაში. წყალტუბოში. ან წყალტუბოში, ან ქუთაისში ევროპული ლაბორატორია არის რუსთაველის 11-ში და ჩვენ ექიმები მადლობელი ვართ ამ ლაბორატორიის, იმიტომ რომ ძალიან ფართო კვლევების საშუალებას გვაქვს. რამდენად ხელმისაწვდომია ეს კვლევები მოსახლეობისთვის თუ გაქვთ რამდენადაც მე ვიცი საკმაოდ იაფიღებს. საკმაოდ იაფი განსხვავებით სწრაფი PCR ტესტისგან მაგალითად რომელიც სადღაც 100 ლარამდე იღებს და თუ არ ვცდები ხა არ ვიცი ზუსტად მაგრამ დაახლოებით 50 ლარის ფარგლებში არის ეს კვლევა. მე რასაც ვლაპარაკობ იმიტომ რომ გაიჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ვისაც გადატანილი აქვს ეს დაავადება იმ ადამიანებს შეუძლიათ უკვე სხვას მიეხმარონ პლაზმა ჩააბარონ კი ამ პლაზმის კონტროლს COVID დადასტურებულ პაციენტებთან საზოგადოებრივი ჯანდაცვა თვითონ უზრუნველყოფს. ანუ სტაციონარში მყოფ პაციენტებს სთხოვენ რომ დაახლოებით 1.5-10 გრამის სისხლი ჩააბარონ და შესაბამისად მოწმდება ვარგა თუ არა ეს სისხლი ანტისხეულებზე ამბულატორიულ პაციენტებთანაც არის შეთავაზება რომ სურვილის მიხედვით მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ქუთაისში და ავიღონ ჩააბარონ თავისი სისხლის ნიმუში COVID-ის ანტისხეულების აღმოსაჩენად. და ბოლო შეკითხვა ქალბატონი რა ეტაპზე წყვეტთ ოჯახის ექიმები პაციენტის გადაყვანას უკვე სტაციონარში? ბევრი ნიშანია რომლითაც თქვათ შეიძლება რომ პაციენტი ჩათვალოთ რომ დამძიმდა და აუცილებლად გადასაყვანი. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სუნთქვის გაძნელება, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, წეღანაც ვილაპარაკეთ, რომ ტემპერატურა, რომელიც თქვათ არის ჰექტიური 38-39 და დამწევს არ ექვემდებარება და ეს გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში
და კიდე არის რაიმე თანდართული დაავადება თუ აქვს მაგალითად ქრონიკული დიაბეტი, ბრონქული ასთმა, სამწუხაროდ მქონდა შემთხვევა, როდესაც ყოფილი ონკოპაციენტი მყავდა COVID დადასტურებული, რომელმაც სულ ახლახანს დაამთავრა ქიმიები და პლუს მქონდა ასაკი 75 წელი, ამიტომ თქვათ იქ რამდენიმე დღეში როგორც კი დაიწყო სიმპტომები ისეთი, რომელიც შეიძლებოდა შფოთვის მიზეზი გამხდარიყო, თქვათ ტემპერატურა, რომელიც მანამდე არ იყო გაჩნდა, ტკივილი, რომელიც არ იმართა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და პლუს სუნთქვის გაძნელება, როდესაც პაციენტი გეუბნებათ, რომ არ ყოფნის ჰაერი და მთელი ღამე იჯდა საწოლზე, იმიტომ რომ დაწოლილ მდგომარეობაში ვერ სუნთქავდა, გახდა ამ პაციენტის რეფერალის მიზეზი COVID კლინიკაში შესაბამისად. ბავშვებში რამდენად ხშირად გაქვთ დადასტურებული შემთხვევები? სამწუხაროდ არის შემთხვევები საკმაოდ ხშირი ოჯახური ანამნეზის, როდესაც თქვათ ერთი ოჯახის წევრი მიიტანს ამ ინფექციას, არ იცის რომ თვითონ არის დაავადებული და მე ოჯახში საერთო სიტუაციაში იცით რომ მიმღებლობა მაღალი აქვს სამწუხაროდ ამ ვირუსს და არის დადასტურებული. თუმცა საბედნიეროდ ღმერთის წყალობით ბავშვებში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ეს დაავადება. სავარაუდოდ მე მაინც მგონია რომ ბავშვებს მაინც ჯანსაღი იმუნიტეტი აქვს მეტნაკლებად, არ არის დაბინძურებული მათი იმუნური სისტემა რაღაცა რადიკალებით, ბევრი ქიმიოპრეპარატით, რომელსაც მეტნაკლებად მაინც მოვიხმართ ასაკიანი ადამიანები და შესაბამისად თქვათ, ამიტომ ბავშვებში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ეს დაავადება. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონი, მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით და ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, რომელიც ალბათ ტელემაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, პასუხობდით და გემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ. ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვებს ოჯახის ექიმი და პედიატრი ექიმი ლალი კუხიანიძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია აგრძელებს. მე კი ჟურნალისტი თამუნა გულავა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა, რომ გვიყურებთ. ნახვამდის. გართულებული ეპიდვითარება, შემცირებული ბიზნეს აქტივობა და დასუსტებული ეკონომიკა საქართველოს მსოფლიო სავალუტო ფონდიდან მორიგის ცეცხლის აღებას გეგმავს. ვიდრე პრემიერ-მინისტრი ეპიდვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრებდა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტვითარება შეაჯამა საკოორდინაციო საბჭოს დეტალები. მოგესალმებით, გიერთდებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. გართულებული ეპიდვითარება, შემცირებული ბიზნეს აქტივობა და დასუსტებული ეკონომიკა საქართველოს მსოფლიო სავალუტო ფონდიდან მორიგის ცეცხლის აღებას გეგმავს. ამით ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტის 60%-ს გადააჭარბებს. რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ და როგორ აფასებენ მას დარგის სპეციალისტები? ნატალი ნემსაძე თემის დეტალებით. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობა მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ეს აქამდე იყო განსაზღვრული. საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლოა 2021 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 62%-მდე გაიზარდოს, მაშინ როდესაც კანონმდებლობა ვალის სრულ ნიშნულს 60%-მდე აწესებს. გაზრდილი საგარეო ვალის პარალელურად მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ 5% ნიშნულიდან მათი მოლოდინი 4.3%-ზე ჩამოვიდა. ბიუჯეტი მაინც დაიგეგმება 4.3%-ის ფარგლებში, იმიტომ რომ უნდა ვიყოთ ფრთხილი, რაც შეიძლება. დეფიციტის პარამეტრი შენარჩუნდება კვლავაც მაღალი, იმიტომ რომ 2021 წელი ფისკალიზმის მნიშვნელოვანი იქნება, 22 წელს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა. რატომ არის პრობლემური კრიზისის პერიოდში გაზრდილი საგარეო ვალი და რა გავლენას იქონიებს ის მომავალი წლის ეკონომიკურ პროცესებზე? ეს არის ნიშანი მძიმე ეკონომიკური კრიზისის, ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი კეპულაძე. ჩვენ ხარჯებთან სოციალურ დახმარებაში ეს სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მოკლევადი ეფექტის მქონე და როგორც წესი ვალი სოციალური დახმარების მიღებული არ არის და ამ პირობებში უმეტეს როდესაც 4.7%-იან ზრდაზეა გათვლილი ბიუჯეტიდან წლევადელ ჩავარდნილ წელთან
შედარებით ეს არის ნიშანი ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისის 2021 წელი ბევრად უკეთესი სამწუხაროდ ვერ იქნება 2020 წელზე ყოველ შემთხვევაში ამ პერსპექტივიდან საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყნის საგარეო ვალი 2008 წლიდან მზარდი დინამიკით ხასიათდება. მიმდინარე წელს ვალის ზრდას სფეროს წარმომადგენლები პანდემიას უკავშირებენ, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ამჯერად ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი დაფიქრება მოუწევს თუ რა მიზნობრიობით უნდა დახარჯოს თანხა. ბიუჯეტში არის ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ხარჯის შემცირებით ქვეყანას შეეძლო 200-300 მილიონით ნაკლები ვალის აღება. ეს ბიუჯეტი თქვა 2019 წელს რო შევადაროთ, რომელიც ეკონომიკურად ნორმალური წელი იყო და ნელი კრიზისი არ იყო, გაზრდილი არის. თქვა ადმინისტრაციული ხარჯები ყველა სხვა მიმართულებას გაზრდილი არის. ეს ბიუჯეტი ისე უნდა იყოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რაც გულისხმობს გარკვეულ მიმართულებით ეკონომიების გაკეთებას. ბუნებრივია აქ შეიძლება იმდენი ეკონომია ვერ გააკეთო, რომ ეს თქვა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად გადაფაროს, თუმცა 200-300 მილიონის გადაფარაც ეკონომიიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა. იმის გასარკვევად თუ რა მიზნობრიობით იგეგმება ახალი საგარეო ვალის აღება და რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დაპირების მიუხედავად ბიუჯეტის დეფიციტი მდგრად ნიშნულზე დაებრუნებინა ახალი ვალის გარეშე. კითხვებით უფლებამოსილ უწყებას მიუმართეთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროში თვლიან, რომ მინისტრმა დღეს ამომწურავად ისაუბრა და ჟურნალისტების დამაზუსტებელი კითხვები პასუხს არ საჭიროებს. გაზრდილი ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობს. შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 21 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ორნიშნიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ. რის საფუძველზე ვარაუდობს გახარია ეკონომიკის ორნიშნა რიცხვის ზრდას გაუგებარია გიორგი კეპულაძისთვის. ბოლო 8 წელში რა გაკეთდა ეკონომიკისთვის და რა ვერ გაკეთდა, ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვა გვაქვს ჩვენ ყველა მიმართულებით შესაძლოა. ყველაფერი ამით არის გამოწვეული ის, რომ გვაქვს საგარეო ვალის და სახელმწიფო ვალის და გვაქვს ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი და ეს დავიწყეთ რაღაც საუბარი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გქონდეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ უნდა გქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. როგორ და რანაირად არავინ არ იცის, საავტო ფონდი ამბობს, რომ ტურიზმის მაჩვენებელიც კი 2023-2024 წლებში დაუწუდება 2019 წლის მაჩვენებას. ხა ქვეყანა რომლის ძალიან ბევრი მოქალაქე სწორედ დამოკიდებული ამ სექტორზე, მას ორნიშნა ზრდა ვერ ექნება თუ რაღაცა ძირეული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები არ გატარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით არსებული მდგომარეობით სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 59% შეადგენს. ამ მაჩვენებლის შემცირება ხელისუფლების გათვლებით 2023 წლისთვის არის დაგეგმილი. ვიდრე პრემიერ-მინისტრი ეპიდვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრებდა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტვითარება შეაჯამა და ტრიბუნა ოპოზიციის კრიტიკისთვის გამოიყენა. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გართულებულ ეპიდვითარებასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, საკოორდინაციო საბჭოს ხდომის მთავარ დეტალებზე ანა არევაძე მოგვიყვება. არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასება, ჯანდაცვის სისტემის მზაობა და მეორე ტალღის ტენდენციები, რაზე დაიხარჯება 2021 წლის ბიუჯეტი. რა არ უნდა გამოგრჩეთ 12 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს ხდომიდან. პანდემიის მართვის საკითხებამდე საკოორდინაციო საბჭოს ხდომა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური გზავნილებით დაიწყო. დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება, თქვა გიორგი გახარიამ. ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი და პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმისეს და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორედ გაიგოს ეს მესიჯი ჩვენი მოქალაქის, სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში. ოპოზიციაზე ისაუბრა სტოპკოვის ტრიბუნიდან დღეს ფინანსთა მინისტრმაც და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცების ხათრით მაინც უნდა შევიდნენ. ივანე მაჭავარიანის თქმით, პირობები დააყენო და თქვა, რომ დიალოგია ეს ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის. მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა
პარლამენტში. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ეს თქო ლეგიტიმაცია ამ ბიუჯეტის როგორც ეხლა პირობების დაყენება თან ყველაზე მთავარია ეს თქო სადაც დავა არის ხო მათი რასაც დაობენი იმ პირობის მე თქვა რომ დიალოგი ხელითოვლივით არის რა არ გამოდის. ოპოზიციური პარტიები და ბლოკები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მოიპოვეს 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. დღესვე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო ბოლომდე სწორად შეფასებული და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებსაც უჭირთ ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან გამკლავება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანა მიყვება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია სისტემა როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ყოველდღიურად მოსახლეობის მხრიდან დიდი რაოდენობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის რესურსი არასაკმარისია. საავადმყოფოები ვერ იღებენ COVID პაციენტებს, რიგებია ტესტირებაზე, გადატვირთულია სასწრაფოები, ოჯახის ექიმები პაციენტების რაოდენობას ვერ აუდიან. ფინანსთა მინისტრმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯებზეც ისაუბრა, რომლის თქმითაც დოკუმენტში გაწერილი იქნება კარანტინის მკურნალობის ტესტირების და სავარაუდოდ ვაქცინის ხარჯებიც. მოკლედ უცხოეთის სიახლეების შესახებ. კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული წესები თეატრებთან მიმართებით არასამართლიანია, ამბობენ სექტორის წარმომადგენლები უელსიდან. მათ პოზიციას BBC ავრცელებს. მაშინ, როდესაც მუზეუმები, კინოთეატრები და კაზინოები უკვე გაიხსნა, თეატრები მათ სიაში ვერ მოხვდა. BBC უელსის მთავრობის პოზიციასაც აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობა თანამშრომლობს სექტორთან და გახსნის, როდესაც შესაფერისი დრო იქნება. 91 წლის იტალიელმა მამაკაცმა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მეუღლის მონახულება ვერ შეძლო, ასე რომ სერენა და ქუჩიდან უმღერა. ამის შესახებ CNN-ი წერს. სტეფანო ბოსინი მეუღლეს საავადმყოფოს მეორე სართულიდან უსმენდა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის. დაატრიალე იჯითი ბორბალი და მოიგე 1000 ფრისპინი ყოველდღე. მოხდი ფრისპინ ლიდერბორდში და მოიგე წილი ყოველკვირეული 10,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ბეტფლაივი გაერთე შენს გემოზე. ბრიტანული ლეგენდა კრისტალ ბეტზე. ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 20 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალ ბეტი, მუდამ ნომერი პირველი. აჭარა ბეტზე იჯითის ყვავის ჯეკპოტმა 6 მილიონ ლარს გადააჭარბა. ითამაშე იჯითის ლოტები და მოიგე საოცნებო პრიზი ერთ სპინში. acara.com. რა არის ახალი? უპრეცედენტო შეთავაზება ჩაერთე სილქნეტის ქსელში და მიიღე საუკეთესო პაკეტი საუკეთესო ფასად 100 მეგაბიტი წამის სახლის უსწრაფესი ინტერნეტი სილქტივის სრული პაკეტი ამედიათეკა უახლესი ფილმებითა და სერიალებით YouTube-ის შენს ტელევიზორში და სილკო ეს ყველაფერი 34 ლარად ინსტალაცია უფასოა სილქნეტი 200 გამოცადა იჯითის ექსკლუზიური და ყველაზე ინოვაციური ბონუს რაუნდი პირველმა. მხოლოდ აჭარა ბეტზე. შეასრულე შენთვის სასურველი პროგრესი და მოიგე 10,000 ლარამდე თანხა. ან უამრავი ფრისპინი მომენტალურად ყველაზე საინტერესო ბონუს თამაში. acara.com. პენსიის მიმღები პირების საყურადღებოდ. თქვენი უსაფრთხოებისთვის შეიცვალა პენსიის მიღების წესი. 1 სექტემბრიდან პენსია ჩაირიცხება ყოველთვე წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ნახეთ პენსიის ჩარიცხვის თარიღის საიტზე MyLiberty.G. Liberty-ს ბანკომატებში, Liberty-ს Pay აპარატებში, ცხელ ხაზზე 032 2 55 55 00. Liberty-ს სერვის ცენტრებში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. Liberty, ბანკი ყველგან და ყველასთვის.
მოგესალმებით მეგობრებო. სოფლიოში არსებული თითქმის ყველა რელიგია აღიარებს სულის უკვდავობას. ამასთან ბევრი რელიგია არ უარყოფს იმასაც, რომ სულმა შესაძლებელია მეორედ შეისხას ხორცი და კვლავ მოევლინოს ქვეყანას ახალი სიცოცხლე.